ამას აქვს საკუთარი ესეთი თავისებურებები ამ ამბავს, იმიტომ რომ ბიჭო თითქოს ყლეობა, მაგრამ აშკარაა რომ გადმოცემის უნარი გაქვთ. ბიჭო რა არის უყურა ეს რა დებილობა მაგრამ ყველაფერი გაიგო რა. საკაიფო ნიჭიერი ტიპები ხართ, ესენ თავი. ესე დაწყებული კება მე არის. კებაში ეს სიტყვა რა ესე უხარდება. კი, აი თავიდან ხო ეხა რაღაც მესია მოვიდა რა. კიდე რამე ენაზე გადაამოწმა რაცხალი თუ იცის მაინტერესებს. არაბულად შენ თვითონავში რო უყურებდი არაბულის გაკვეთილებს იქ არის. არაბულის ადაკნასოლი. თვითონავში რო უყურებდი არაბულის გაკვეთილებს. ის დებილობა ჭამე ბიჭო რასაც. არაბულად როგორ არის წყალი? კეთყვი ჩავრთე და წერია ენები რა. რაც შეიძლება ისწავლო 2 საათში. 2 საათში რა ენას ისწავლო? მოდი აბა არაბული და ხატია, ყავის ფინჯანი რა. და დავაჭირე. და მეუბნება ხმა რა. რაც არის. ფინჯან ყავა. სანსასარგებლო. რაღაც დონეზე უკვე ისწიცოდი. ანუ სუნოლიდან არტაკი. საბაჟოს ერთ სამჯერ დამიჭირე. სამჯერ როგორ დამიჭირეს, იცი? გაშვებით რა, ფულს გადაგვაქვს. ერთხელ გაშვებით და ერთხელ დატოვებით. და ერთხელ დატოვებით დამიჭირეს, გაიგე, ბოლოს. ანუ მის მერე აღარც ანუ რა ციხეში გამიშვა. ანუ რა. გამოარჩეს და დაიტოვა. ფული არ გამოგართვეს და დაგიტოვეს ციხეში. არა, ფულით გამოთმევა რა არის, ვინ მიცა რომ არა მიღია არაფერი, ვიჯდები და ვიქნებით თქო მე უთხარი, რა უნდა მიქნათ? ვიჯე კიდევ ესე ჯიუტად იჭდა. მე ვუთხარი და სინამდვილეში აიღე თუ არა? არა. აღდათ. აბა რატო დაგიჭირეს? ძველი აღებულები რო გაქვს. სუიღებდა. მოსამართლეს უთხარი, მე უთხარი, არა მიღია ფული თქო, თუ გული დამტყეთო და დედას გეფიცებ. ფული მე რომ აქ აღებული რომ დავხაროა გზა დაიკეტო. არა მიღია მაშინ და ვინახარ თქეშობელ დაღლებო, მე უთხარი, აშო რატომ მიჭე? რა ვქნო ესე მითხრეს. აი ესე უთხრეს. აში დრო იყო გლახა. ფული არ შევარდნაძეს გაახარებს ღმერთ. შევარდნაძე იყო ბიჭო კაცი. აბა ესენი არის, კაცმა კაცს პატივი იწევს. ნიკო, სო, ვორტიკო. არა. კომენტარები. მივოვიხილოთ. ედიშერა ვლოგ, ესეთი კაცით ეს. ედიშერა ვლოგ. გიგა ძალიან დიადია. ავისები ამოარჩია რა. გარეთ დაიცა. ეხა ერთადერთი დია. ამით რომ დაამთავრა. რა რადიადი იგული შეიძლება ბიძა იგულის ხოლმე რუსულად. ძიაძია. ძალიან ბიძა. ო რა, ბიძა კაცია რა. ძალიან დიადია. რატო ეს უწერია თუ წერს რატო ფიქრობს ასე? ბიჭო, აცი როგორ გავაკეთოთ ხოლმე, იცი? გიორგი არის რომელი გიორგი? დიადი გიგა. ვილიკი, რუსულად. ინგლისურად great. Great George. როგორც Great Britain ესე. მაგლეველზია კი ბატონო. ლაშა გალდავა წერს. გასული ჩვეულებრივი სახელი. დიადი არა ისა. ესე ფიქრობ. არსებობს ტანსაცმლის ნაკრები, რასაც ეს წინა გამოშვება. ტელეფონი დაგივარდა. ეს ნაკრები, რასაც ეს წინა გამოშვება. ტელეფონი დაგივარდა. ამჯერად ჯერ კინას დაეცა. ეხა ეს არ დადეგები ხო არის?
სკოლის პერიოდის. კარჩი ნიკო ზის სახში და სულ კომპიუტერი, PlayStation-ი, ტელეფონი და საჭკაობს რა. გულაობს ქვია. საჭმელს კი არა გულავს. თხოვე რომ მეთქი мама ეს გადადე და ის წიგნი დაწყებული რო გაქვს წაიკითხე მეთქი. რა წიგნია დაამთავრე. დაწყებული? პეპე. აა. და ბიჭო მთელი სერიოზულობით მომეტრიალდა და გეხვეწებიო რა დღესო არ წავიკითხაო. რატომ ეხლა დღესო ბედობა არის და არ დამებედოს. რა ჭკვიანი ბავშვი იყო მე. ახალი წელი გიყვარს? კი. რატო გიყვარს? აუ საჩუქრებს. რამხელა იყავი რომ იხდი რომ მე გვენდროა თორე ორი წლის წინ. ორი წლის წინ მიხდი? როგორ მიხდი? როგორ მივხვდი და დედა ჩემმა წელი დაწერა. სანტა ვერ მოვიდა და მე რა სტორიში ედო მოწერა. სოციალური დედას ეკურა რომ სტორიში ვერ ნახავდი. ეგრევე ნახა და ნიცაა და გავხარდა. მესამე, ესე იგი მესამე სოფიო რო გაგვიშთა. მესამე სოფიო რა წინა. მესამე შვილი იყო, მესამე იყო სოფიო. სოფიო იყო მესამე. ეგრე სოფიო. მესამე რო სოფიო. არიჩვება. წინაორს ოთარი ქვია. ხოდა მოვდივარ ქუჩაში და გადამიდგა ქუჩაში, შემხვდა ქალი უცნობი, მაგრამ ხო იცი, აი შუა ასაკი ძალიან ისეთი რა ქვია, არა აგრესიული. არა აგრესიული. საერთოდ განწყობილი აშკარა და მომილოცა რომ გავიგეო რომ მესამე გაგიშთეთ გოგო. კი მე ოთხარი ძალიან დიდი მადლობა მეთქი და ალბათ მაინც ბიჭი გინდოდათ უცებ მეუნება. მეუნები არა მე მართლა ესე მინდოდა ბავშვობიდან თუ რა ვიცი რა წაგინა რომ 4 გოგო და ქალსაც მეუნები არა მეთქი მე მესამე კი არა მე 4-ს გოგო მინდა და მე გადავალ ბიჭებზე მეთქი. ხო ვიცი რომ გოგო ბიჭო ხო ვიცი რომ ბიჭი გინდოდა არა მე 4 აი გულწრფელად გეუბნებით რომ ეს ისე გამიხარდა რომ მე 4-ს რო გოგო იქნება კიდევ უფრო გამიხარდება და მე გადავდივარ ბიჭებზე მეთქი და აი ესე გაიხედა ეს ხდება შუა ვერაზე გაიხედა გამოიხედა ცოტა ხმას დაუწიათ ახლოს მოვიდა უფრო შემთან და მეუბნება მე გეტყვით რა უნდა ქნა ეს უცნობია და ქუჩაში ეს პროცესს დააყოლე ხა ამას არავინ არ გეტყვი ქუჩაში დგავარ ხოდა დიახ მე უთხარი გისმენთ ანუ ხოჭი ტვირი ხო ჩქარა მუშაობს ყველა ვერსია დაუშვი მაგრამ ისიც კიდე ეს თქმასაც იზაპირებდი მაგრამ მაინც ვერ დაუშვი ბოლომდე ანუ მე მიგე ხა ეს სანდომიანი გარიგობის და ცოცხალი კულტურა და ხოდა მე მგონი რომ ბატონო დავითი აი რომ დაიწყებ ცოტა გვერდზე უკეთა რა მითხა სისტი შენ დათახ აგი და ხოდა გაბრაზდა და წავი აი ისინი მოგესმინა ხოდა მოგესმინა მე ნანო ჯერსეთი რომ თუნდაც მოვიქეცი ანუ ვერ შევიკავე თავში მეორე ეს ხე ηλეთი მე დავა ეს თავში უწოდინა შემდეგი ამბავი არის იაპონიიდან. ოპა დაგვარტყა შესაძლოა 2531 წლისთვის იაპონიაში ყველას ერთი და იგივე გვარი ჰქონდეს. ვიღაცა ჰიპერსექსუალი გამოჩნდა. ვიღაცა გამწარებული და ვიღაცა გადაუვლის იაპონი ტოჰოკუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ისინიც მაგარი უსაქმურები არიან. ახალი სიმულაცია ჩაატარეს და მიხვდნენ რომ ამ წელისთვის შეიძლება იაპონიაში ყველას ერთი გვარი ჰქონდეს, იმიტომ რომ იქაური წესი, სადაც ქალი ყოველთვის გადადის მამაკაცის გვარზე და შესაბამისად მამაკაცის გვარი, რომელიც დიდია, ნელ-ნელა უფრო იზრდება და მატულობს. თუ ამ პროგრესიით განვითარდა 96% გადადის თურმე გვარზე, ანუ შეიძლება რომ არ გადახვიდე, მაგრამ ესეთი დიდი პროცენტი არის. სატო იყოს გვარად ამ თარიღისთვის. ძალიან ცუდი. აი წარმოგიდგენთ საქართველოში რომ ყველა იყოს ლაბაძე, ან ყველა ვახტანგიშვილი, ყველა. თუ ძალიან ცუდი რა. აი ძალიან ცუდი რა. ცუდია ეს ყველა და ნათესავი. ყველა ბედნიერი რა. რატო არის ნათესავი? თუ დაეთრევი მთელი დღე დაბადების დღეებზე. ვინც არ უნდა მოკვდეს მისასვლელი. ვინც არ უნდა მოკვდეს. აი ქვეყანაში. ანუ ნებისმიერი ლაბაძე გასავოთებული მოდიხარ საღამოს. თან ხორცის ვეღარ გადაიხდი, ვიღაცა მკვდარია იმ დროს. ვარიანტი არ არის. ტელევიზორის ვერჩია. დაბრეტილი ხარ.
სამსახურში იყვან და ეგრევე ნათესავი აიყვან. მეუბნება ნათესავი. ხო, მაგრამ მეორე მხრივ რა არის, ფული და გაგ დასადები, ვინც არ უნდა მოკდეს 1-20 რას უშველის კაცო. 150 მილიონს აკეთებ. ყველა 50 ლარი დადოს. ხო, იმიტომ რომ 50 გაგდა. მან როგორ იქნება, იცი? ეს ხო წერია ნუეულში არის და ლაბაძე რატო იქნება ხო ის გვარი? არა, დაუშვა. იყოს ჯანელიძე, მეც ხო ჯანელიძე ვიქნები. მაშინ ჯანელიძე ზე უარესი. უკვე რაღაცა ვალდებულებები გაგიჩნდა. ფული გაგდასაგები ხარ. ძნელია. მაშინ უნდა შეეშვა ნათესაობას და რაღაცას და იყო ყუყივით. უყევით რა, მე იქნება საბურთალოელი ლაბაძეები რა, გეოგრაფიული. აი ყუყი რა, ცალკე რო ადამიანია ყუყი. ცალკე რო არის. აი იყო ნათესავი რო არცნობს. რა განდეგილი? არა, განდეგილი სხვა. აუ, გვარი შეკრებაზე რა ამბავი იქნება ხო წარმოგიდგენ? მაგრამ ხო ერთი დალოთვა. მაგრამ ესია სულ. აუ, მთელი ქვეყანა რომ მან ფულის დადება და ის კი აღარ იქნება. ბიუჯეტიდან ჩამოგეჭრება ასე. ხო, ზაური გარდაიცვალა და გეჭერა მესიჯი. თქვენ ჩამოგეჭრათ ზაურის ელეხის 50 ვარ. ხო, აი, ფინანსთა სამინისტროს აღჭაცე. შენ რამდენი გადახდილი და იმის ყველაფერი და დაფიქსირა. იქ გვარი რაღაცა დღგ საპენსიო და ზაურის გარდაცვალება და პირდაპირ ჩამოგეჭრება. ეს ბოლოს გაწყდნენ ზაური მაყვალა ვერიჩკა ანზორი რაღაცა და ჩამოგეჭრა არა და ვიღაცა ავტოს ბიჭმაც ოლიმპია. და მათ რა იქნება, იცი მაგაზე იქნება ცოტას დადება შეგიძლია თუ წინასწარ შეიტან რა. ხო, რომ ავტომატურად ჩამოგეჭრას ხო. გვაროვნული წყობილება. კარგი ხარ. აი, ეხლა გავიაროთ სტატისტიკა. ჯერ ისედაც იშვიათობა ხი დაეცა. არ არის იშვიათობა. აგი 4 ვარ და არც ერთ არ დაგვრცელე. 4 რა, ვინმეს დაგცემია? დაგცემიათ ვინმეს მე. გაგიგიათ რომ ვინმეს მე ხი დაეცა. ნახლებელს ვინმეს დაეცა? კი, ჩამახლებელს დაეცა. შენ არ გეკითხე. ვის დაეცა? ჩვენ სოფელში დაეცა. აი ეს ლეგენდები. აი ლეგენდა არის, ოფელში. მეურნე გლეხს. აუ როდინდელი ლეგენდა არის. კოლმეურნეობა რო იყო. იმის გლეხს დაეცა, არ მოვიდა სამუშაო დაეზარა და მე ხი დამეცა. არა, დაეცა. იმიტომ რომ წინაპირაში ბებია გარდაეცვალა. მე ხი დაეცა. კაი, აბა რა შანსი აქვს? თუ მაინც დაეცა მე ხი რა შანსია? გადარჩენის? ხო. გასიან როგორი მეხი დაგეცა. ახლა ეს როგორი მე ხი და ნაკურთხი, როგორი გრამოა. შეგინაცვალე. დაგირეკეს შენ? მე დამირეკეს. იქა რო იყავით. დამირეკეს. ხო, იმის ყველა მერე არ დაურეკეთ, იმიტომ რომ ვიღაცების ნომრები ჩაიხუიეს და ხშირად უბრალოდ მართლა? არა, ეს ამას რო აგინეს აფწიქეს, რომ ხატო ლაბაძე ვარ. გინე. საკაიფო თუ აგინე. მე დამირეკეს და მე ხო თქვი რამდენიმე ამან მამუკავა რომ აღარ აგინეს. უკაცრავად და გათიშეს. მე დაურეკეს ჩემშვილს, ჩემშვილებსაც. ხო და კიდე კაი არ აიღეს ტელეფონი. ხო და ნიკომაც ვერ მიასწრო და კიდე კაი ვერ მიასწრო და თვითონ ნანობდა რომ რატო ვერ მივასწარიო, მაინტერესებდა რას მეტყოდა მე უნდა. და რის თქმას აპირებდა თვითონ? ხო და მეთქი კითხე რომ მეთქი აი დაუშვათ ვიღაცა უნამუსომ გაგინა 10 წლის ბავშვს. შენ ასე უნები მეთქი. ჟოპა. ხო, გონია სტრატეგია. შენ დაგირეკეს? მე მირეკავენ რაღაც უცხო ნომრები და არ პასუხობ. არ ვიცი საგინებლად თუ არა, მაგალითად შეიძლება რაღაც კაი აქცია იმაზე ბოტასებზე. ეს მოწერეს, ხო იცი მე რო არ პასუხობდა. გუშინ გლოლო მყავდა გამოძახება. და კურიერი გირეკავდა და არ დახვდი. აი, მირეკავს ისეთი დროა, რომ ისიც შეიძლება იყოს. ხო და მაინც არ უპასუხე. და მივედი კართან და რო გავაღე იდგა და შენ მირეკავ მეთქი და კითხავ და ხო ხვდები რატო ვერ გიპასუხე მეთქი და ვიცი მეც მირეკავენ. უი მან შენ რო გაგინეს. მან კიდე საინტერესო დეტალი იყო რომ ამან გამორთო ტელეფონი flying mode-ზე გადაიყვანა რა. და ეთქობა ამას ურეკავდნენ. არ გავიდა, შენ დაგირეკეს და ის რო გააკეთეს კომბო რა. ეხლა ცუც სიტყვას ვიტყვი, თუ ვიდა თუ დავადოთ რაღაც.
ლაბაძეს ვერეკავენ და პირველი ფრაზა ის არის ჯანელაზე ყლე როგორ ახარ როგორ გამოდე ორივე აფთიჩა და მე ცოტათი მესია სასიამოვნო რა არა და იქ ვიყავით ერთი 7 კაცი ვისთან დასარეკი ქონდა ყველასთან კი ერთად ვიყავით ჩეკრებილი ხო ბახუდა იწერდა რაღაც გადაცემა ბახუდა გორგილა მახარა ყველა იქ იყო მახარა თვითონ ძალიან სასაცილო რაღაცა მოიფიქრეს არ ვიცი ხო რა არის ეს ხო არ ვიცი რა გათვლა არის და კარგი ჩელენჯი არა არა აი მე ჯაფარას პოდკასტშიც თქვი გამოიწერეთ წყოთშორის ჯაფარას პოდკასტი ვა რა კარგია აი მართლა ვიზა კი ბატონო დამირეკეთ მაგინეთ არ არის პრობლემა რა გასვია და მირეკე არა დამირეკე გამოწოდება არის ერთი წამით არა ტელეფონი ქვემოთ იქნება იმაში ჩემ შვილს და დედას არ დაურეკოთ რა არაფერ შუაში არ არის ძალიან დებილობა არის ძალიან გული მსხდება ეგეთ რაღაცაზე რომ გონია რომ გული როგორ წდება მაგითო აკეთებენ ხო და ნუ აი დებილობა არის არ ვიცი რა ეხა ეგეთი რამე რო ვიღა დაგირეკავ შენ ხო დამირეკეთ დაურეკავენ დედას და შვილს დამირეკეთ მაგინეთ არის თანამედროვე ეს ფეხი დამადგით გულზე დამადგით რაღაც სადამიხვანა რა ტაზრის სეზონში კატაკატა აბა ბიჭო ეგრევე გადამასე ან ის არის დამირეკეთ მაგინეთ არის აი აფლი რო წაისვა არ შეიძლება რა ეგ მეთოდი кайხანი არ გამოყენებუნა ამ აქციებზე ვიღაცა იზამს თაბლის დასმა დაცხეს კარგად ჯერ ეხა ეფექტური არ იქნება წვიმაში და მე სიცხეში მე რა მაინტერესებს ძალიან მაინტერესებს რომ დამთავრდება როდესღაც ეს გინებები ხო ან ფული დაეხარჯება თან რაღაცა ხო მოხდება და დამთავრდება მე მაინტერესებს დამთავრდება ყველას რო აგინეს უკვე ხო ეხა უკვე ის არის ვისაც არ აგინეთ მაგრაც ხინ და თუმცა თავის ნომრებს წერენ რომ იქნება მეც დამირეკოთ და მე რაღაც მალე იქნება ფასიანი სერვისი 5 წელს გადაიხდე ვიღაცა გირეკავს გაგინებს მოიცა შეიძლება რომ გავაგზავნო მარკეტინგული კვლევა ხო იდება ხოლმე ყველა რაღაც აქციის მერე რომ რა შედეგი დადო აი ხო იყო ხოლმე ის რომ გვირეკავდა და ყველაფერს გვილოცავდა გიორგი ვაშაძე ხო მე რა ხო მიხდრე რომ შედეგი არა გაჩერდა მასე ბიზნესო გვირეკავდა და ის არჩევნებზე მოდით და ის ხმით რო გირეკავდა ხო ეს არის ახალი ლეველი ერთხელ დაგვირეკ ანუ რო ჩაატარებენ კვლევას თუ აჩვენა რომ კარგი იყო კიდე ერთხელ ჩამოგვივიდა არა პერიოდულად არა მე უკვე მართლა ვაკანსიები იქნება იმიტომ რომ თუ გაამართლა კომპანიების დაიწყებენ იცით გირეკავთ იმიდან რაღაც კომპანიიდან რა შევიყლიფონ სამჩეთი ბლოგა ფასტაკლე მოგოქ შეჩემა და სადახარ ო სადახარ ბინა ხორგი და შეყლეო მოგოქ შეჩემა აგერ ხო ისდეც სტეილია ვა ზონა დავი შევიკავე მაგრამ აშკარად მოუხდა თენ სოფლიოში რომ დაინერგება აუ ძალიან მაგარია ხო რაღაცა ქართული გინების მე ქართული მეთოდი ამას ქვია ქართული მარკეტინგი და მე ვიღაცები გამოვიდა ლექციებს ჩაატარე კოუჩები გოგიჩა 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 გახდის ოქსფორდში ქართული კინების კურსი ვინმე ყავთ მაგეგეთ 100 წელს გადაცემა ბაბუა ჩემი დაიბადა 1897 როდის მოკვდა ეგ ინტერესი ბიჭო და 97 წლის მოკვდა ვა ან ცოტა დააკლა და 3 საუკუნეს ესწრებოდა ვახ მეორე ვახი რა მეორე ვახი გაუჩა მაგარი ემოციები აქ ლევანდელი ვახები დახარჯული ბაბუა მისი ზამავი ორ ვახში გამოიყვანა რა ამდენი ხანი იცხოვრა კაცმა სამხელო რაღაცა მოუხდა ვახ მათხოვა მანქანა და გამაჩერე. ამდენი შემთხვევები აი გადასარევი ისა რა ქვია პატრული. ასეთი შემთხვევებიც გქონია და ლიტერატურაზე გვისაუბრია და წიგნებზე, მაგრამ ერთხელ გამაჩერე და სულ მეცინება რომ ახსენდება და მივაწოდე ისა რა ქვია პირადობა. რომ მივაწოდე აიღოს, მიყურებს ხელში უჭიოს პირადობა. შენ რომელი ტორაშული ხარ? რომელი ვარ მეუთხარი ვერიკო რომელი
აეროპორტში რო კლიპი გადაღებული არ არის? ხო, მოგონებებს ასვენებს. კაი გავახსენე. აუ, გამანგი ვერ მოვიდეთ ეს არა ჯოკერში მაგათო. იაპონიაში თამაშობდით ჯოკერს? სადა? იაპონიაში ოი. რომანტის მოგიდ მაგარი. აგარი რა ყოფილად საბნელზე რაკეტა უსვიათ. კი, იმანუის ილივე თქორია. თან გვერდზე იყო ამერიკის ძალიან დიდი ბაზა იყო რაღაც ოკინავას. და ხოლმე აი 5 წუთში ერთხელ ეს თვითმფრინავები როჟდებიან. ამასრულო რა მგონია რა არა მაქრა უნდა მოხდეს. კორეის სენცინავს. კინჩერი მასოლა რაკე. ეგეთი თქმილიზილი დაძეს ეგრე დასულად არ მიზიათ არას. მანამდე გითხრეს რომ ის იქნება მოლოდინი არისო იმისიო რა სუნამით რაღაცა შეიძლება მოვიდესო რა და ხო რაღაცა გაიტანეს აიმნებიდან ეს ავეჯ და რაღაცები გაიტანეს მეთქი უნიტაზი არ წაიღოთ მეთქი ეგ უნიტაზი იყო ასე დააჭე ტელევიზიურ ლეგენდა უნიტაზი არ უნდა ვიცი ვერ მაგერტა რო შევედი ჯერ მეთქი რა ყველა ქვეყანისთან ვებით შეხვედრიან ამერიკელები ბრიტანელები ყველას უყვით რა მარტო ქართველებს კი არა ყველას უყვით და თან ერთი წელი მომისმენია რა ვერ ჩამოვიდა ეს ცივილიზაცია რატო თან თავი სხვაგან რატო არის თავიდან ხო ჩავედით რა და ეს დოჯექტ რაღაც საჭმელად თან და თან ხმალს ხოდა რო გობაჭდე მეურს დააჭირა მეორე დღეს დოჯექტი დავიკიდე ემოციაში იმას ორჯერ ვაჭირე რა თან ერთი ორი დღიდან ამ ჯოკერის არ გითამაშე აუ ჯარტული აუ ჯარავინ არჩევს იმე ჩანჩი არავინ არის ყველა მაგის გაბოგულევაში ყველაზე უცნაური ფუნქცია რა იყო პირდაპირ. არა, ეს ყველაფერი აი ბოლოს არაერთი იყო, იმის არ დამიჭერი რაღაც ისეთი რაღაცა ეს. გადაბუდა. ისეთი რაღაცა ეხა. გამოგვიგზავნა გიორგი ნიკოლეიშვილმა არის შემდეგი წარწერა ფანჯარაზე. მამაკაცთა ხელოსანი. ო, ადრეამ სხვა რაღაცა ერქვა, რაღაცის მასტერი არ მინდა ვთქვა. ხო და რაღაცა ეს რო იმაში ყოფილიყო რა ქვია, თადმე სამედიცინო დაწესებულებაში, კაი, მაგრამ და არის სავარაუდოდ. მამაკაცთა რაღაცის ხელოსანი. ეხა ისე მიწავედი მე, მაგრამ არა, მაგეთ მინდიხარ ყველა ვარიანტი. არა, იქ რაღაცები ისეთები დევს, რომ შეიძლება სხვა იმაზე ეს გარეთ არის. ეს გარეთ არის შიგნით აი ეს მამაკაცთა ის შიგნით სალონი ალბათ იმის. სალონია ხო ეხლა რა თქმა უნდა, მაგრამ ისე მამაკაცებსაც აკეთებენ. ანუ გაფუჭებული მამაკაცი თუ ხავს. იყვან და ცოლს რომ იყავს, სვამს კაცოდა იქნება რა. ამის გვერდზე არის მამაკაცთა დაშლილები. ეს გეუბნება რომ გადადი. აი ეს რას მომაწავა იცი? აი სამომიღე. გადაირბინე და კუდუსული. ზაურის უთხარ კუდუსული. ზაურის კუდუსული მოხდეს მეტრა 80 კაცს. ამას პატარა პრაკლატკით წავიყვა. და შაიბას დაუდებ და იმუშავებს. იოწელი იმუშავ. კუდუსული დიდი დაპირტო არა. რომ მიიტანდა ზაურის პრეზახეს. ბიჭო ბოლომდე არ მიდის და ცოტა რომ გადაუკელიბო. იკაცო ამირანი იზავს მაგას. ამირანი იზავს. ამირანი კუდუსული საკლები. არცების ტოკარი. ბიჭო იმაზე გამახსენე. ანუ გვინდა რომ ცალკე არხი გავაკეთოთ, სადაც დავდებთ ამ მსგავს რაღაცებს და გავიგე, რა სარქმევთ? ხო არის? არაკი. არაკი, კარგი. არაკი. 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 დაკავებული ხო არ არის ეგ არ? არა. შემოწმებული და მაღალი დონის ვანაწორები. ყველა სტუმარს საჩუქრად ვაძლევთ უგემრიელეს საქართველოში ნაწარმოებ ხორცს პროდუქტებს გემრიელ. ეს რაკოულია, მეც კაი ხანია მინდა მაგის.
გახსნა. ეგრევე გახსნი. ისა მაგრატელი მაგცა მოღებული. მაკრატელი არასდროს არ გამოგიჩნდა. გასაღები ფერმოს, აი გასაღები. აჰა. ხო? გასაღები დავაღოთ. სიოც მაიგა. აჰა. მე რომ მოჩებით ჩაკეტა ესე. წამომეხო ეხა პატარა თონის პული. რა მიშლი დახე. მე პუსავტობა. ხე. აი. ნო, ყველა უნდა შეჭამოთ, ხო? აჭამე ბიძიასაც. აი, ორჯერ უფრო მეტად შეუყვარდი დათოს. თორმეტამდე არ ჭამდა. ბავშვი, ბავშვიდან გიყო. ვა, აგემილი. ჩვენი იუმორის და მაგარი გიო, გიდა? პოდიზა. ოპა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. სანდო ხელს. ვინმე გვარდა ჩემ მოლაკრეში. დადი. ეხლა მაყურებლებიც დაიბრუნდნენ ზემოთ ხალხი. მაგარი გებრიელია, სხვათა შორის რა ძმა, მაგარია. აუ, კიდე ბევრი მოგდა ჭამო. მე მაქვს ოლიმპიადა მოგებული ხაზვაში. რაიონის მოვიგე და საქალაქოზე უნდა წავსულიყო. ხაზვას კიდე ასწავლია? არ ვიცი. მე მასწავლებლად. ხო და უნდა წავსულიყავდი საქალაქო ოლიმპიადაზე. და ინდიანა ჯონსი გადიოდა ტელევიზორში და გადავწყვიტე რომ ჩემ ცხოვრებაში ინდიანა ჯონსი უფრო მნიშვნელოვანი იყო. საქალაქო ოლიმპიადა და არ წავედი. რაში გამოგადგა? დავბერა მე ხო მე დიზაინერი გავხდი მე რაღაცები და სამში რაღაცებში თითქმის ყველაფერში ხაზი ხო დავადო ხაზი გავოლებს სწორხაზს. თარაზოთი ყველა გავაჭრავს. არა, თარაზოთი რომ გავავლებ, სწორი ხაზი გავა. არა, რომ გავავლებ და თარაზოს რომ დაალებ, სწორი იქნება თქო. ესე დაღეჭვა თუ გინდოდათ ინფორმაციის და გადმოცემა, ერთი წამი თარაზოს მოვიდა. ეგეც გვაქვს. თარაზო და მარკერი. ეხლა ნახოთ ბაკიბუქის ლეველი. ამას მე პაროჭოვა მეტი არაფერი და არა, ამაზე ბაკიბუქი. არა, ბაკიბუქი იყო. ანუ სიტყვის მასალად რაღაც სიტყვა და მე ახალ თარაზს აღფულობად წელი. რავი, პაროჭოვა აბა რა. ვიცი რა, ეს ძალიან მაგარია და ხეს აი ეგ ვაფშე მუშაობს, ეგ მარკერი მუშაობს. ოღონ თუ იშლება, აბა ნახე. აჰა, ეს შეიძლება ჩამოწიო. ეს არის აი მე. ხო და ის არის ხელი როგორ გა ხაზვის დიდოსტატის მასტერკლასი. აუ, აღარ უნდა თარაზო. ერთი წამი. ბიჭო, რატომ მაცინებ? რომ მაცინებ, ბაზი რა საკეთე? ბიჭო, იცი რა არის? მაგარი ხო, ხაზვაშია რომ ხას რო გავავხო. თარაზო დაავდო, სწორი აღივა და ორი კაცი მაგ და ბიჭი მეთესო გავავდა და არა და ნახო ის გრაფიკული დიზაინი. ხო და აი თარაზო მოვიტანე. არ გეგონა ხო რომ თარაზო გქონდა. რა სიტყვებია? უშვილის თოზე. ხო, კაი. მიდა. და. ო ბიჭო! მართლა ხნა. მართლა. აი განსაკუთრებით აკითხავენ. რა, ერთი წამი მიმიში. ეგ იმიტომ რომ მარკერი აბა გამანახე, ხო ცუდი თავი. მოდი გამასწორები. აჰა. არ ხნა, მიდი მიადე. არა, მართალია. ეხა მართალია. მე ხაზავდი ფურცელზე და არა ამერიკულ ნაგავს. შეგიძლია ფურცელის მოგაწოდოთ. ბიჭო, ფურცელზე. ეხა გადა. როგორ ჭუაში გაწყვეტ, ფურცელი. მოდი, აბა შეი თარაზოთი. მოდი, დადევი, მოდი. რატო? ეს დღეს წავა და მე სულ გეყოლები. ხოდა, აირჩიე სწორი მხარე. ნუ აყვები თქო, ბიჭო, გაწყვეტ. ფურცელზე რა თქმა უნდა სწორი იქნება. სიტყვის მასალა თუ კარგი ხაზავდი. აჰა თარაზო. აჰა
ფარაზო მოიტანეთ და ნახეთ. არიგონა ჯიბიდან თარაზოს გონდა. შენ ჩემი ოფისი არის. მუქადა, ბაქი მუქობა დაარქვა, აი განა. შეხედე რა. თითქოს მე ვარ არასორი ახალს რო გადაუ ეს მოახვედრე რა და მე ამოჭერი და შეთატადე. მოახვედრე. რა გრაუს სწორი გავსვი და ვიხდებით რომ არა, მართლა ძალიან სწორი არის. აი ყოლჩად რა. ვინ დაიჯერე? მეცაც გეტყვი, მაგრამ მე მგონი ჩვენი თარაზო არ მაგრამ. Skytel-ის ეს რა იყო? ზავიას გამიცა ხო ხელმა. Skytel-ის ტექნოლოგიური სიახლე გვაქვს. Scarlett Johansson-ი. ვიცი. ოჯიგარი ხარ. აი, ეხლა გითხარი, ქართული სიმღერა რაზეა? ჩემი ახალი ქართული სიმღერა ძალიან თემატურია. რა ქვია? ძალა დამელია დარდით. ძალა დამელია დარდით. ეს ხო არა, აღარ შემიძლია არა. არა, ეგეც ნეგატივია. ადგებოდა კაცი იმშავე და მაგრამ ძალა დამელია დარდით. დეპრესიული სიმღერა? არა, პირიქით. პირიქით როგორ ძალა დამელია დარდით. ჩემი მართალი იყო და გადავარქვათ სიმღერას სახელი. რაღაცა აქ დაეული და ძალიან მაგრა. მეორე სტროფი რა არის რა საითმედის ძალა დამელია და მოდი გავიკაროთ ნაარტი. ესე ინასაც აწვებია. მინდა დამელია ყანწი. აი, ნახე, დიდი გამოუშვიდნენ. რაღაც არ სახლი შეიძლება დავიწყე ფარდით. რა ხვალმოდი შენი შარდით. ხვალმოდი საერთოდ და სამედიცინო სიმღერა. ძალიან პოზიტიური, რომ მე კარგი პასუხები. მე სიმღერის ბოლოს დადებითი პასუხები. და თუ ყოფილ ხარ მეჯვარი. და ბერდა ვერ იხსენე. ვერ იხსენე? მეჯვარი არ ყოფილი. ის ახსოვს ტყეში რო გაიზარდა. ასაკში ხო იცი პატარაობის რაღაცეები გახსოვს. მე მახსოვს. აი, სხვა რამეს კიდე მერიკიფე. ბატმან მაგარ რაღაცაზე გამოიჭირა. ძალიან ცუდად მიათრევს ახლა. თავი კაცი. ხო გითხარი, თავი კაცი. თავი კაცი არ ყოფილ ხარ? ბიჭო არ არის ქალაქში ეგ ისა. მაგრამ შენ ხო სოფელში გაიზარდე ასეთღე. ტყეში თქო, ტყეში სად გინახავთ? კაი, ტყეში რა შეიძლება ყოფილიყო. დათვის სამსახური დღის. დათურის სამსახური. ვიღაცა გაილახება ჩაწერს. ვიღაცა ნახავს ტყეში გაზდილი როგორ მოიქცევა. აქსირისტია. გაზელი რომელსაც ჭკუარ მოიხ. ეს არაფერი არ მახსოვს. მეჯვარი არ ყოფილი ხარ მართლა? ბიჭო არ ვარ მეჯვარი. ანუ ესე იგი როგორი რეპუტაცია გაქვს? კაციშვილს არ მდიხარ. საქმე რაში? ეგ არ არის არც მანქანის, არც სიმღერის არც გადამღების. საქმე რაში? გვიან მოვინათლე. აშუაში. იმ შუაში არ მე რომ მოვინათლე ყველა სოლი ყავდა მოყვანილი. ჩემ ახლობლებს. გაბანავე ეს რომ მოინათ. გახსოვს როდის. რა მახსოვს? ნახდათ გაილახება. თვითონაც ხვდება. არა ხა უკვე რა ვიცი. ბოლო იგი რუბიკონი უკვე გადარახულია უკვე. აიცუნა გაილახო. ვერ ვიხსენე. ჯერ მართვის მოწმობა ავიღეს. ჯერ მართვის მოწმობა ავიღე თუ ჯერ ნათლობის. ვერც გაიხსენე. სად მოინათლე? ბოლო ორი მაინც ვიქნები. ვაკის სამებაში. ვაკის სამებაში გახსოვს. აშენებული იყო მაშინ. არა. იმიტომ რომ შენ ხო ტყეში ხარ.
ეზოში ხوار მოგნაკლე. აუ ეზოში ეს ტიტუელი. აშენებული. და რახან არა. ვაკის სამებაში კი არ მოვიდა. ჭიათურის სად მოვინათ იცი? არ ვიცი და არა და იმიტომ გეკითხები. არ ვიცი და შენც არ იცი. ვაგონში აძლებს იძახი. შეიძლება საერთოდ არ არის მონათქული. შეიძლება ტაძარიც არ იყო, ვაგონში ემკეთებოდა. სუპერმარკეტების ქსელ რუსთაველის უკან რო ეს არის პატარა ეკლესია, სამება არის ეგა? რასვი რომელ უკან? ილია ჭავჭავაძეს და ოლღა იმას რო გურამიშვილს რო საგურამოზე ამბო? რუსთაველის კინოს უკან არის პატარა კინო რუსთაველი, ხო? რუსთაველი. ძეგლიც არის და კუჩაც არის. თეატრიც. კინოთეატრი. კინო რუსთაველის უკან ის არის, პატარა ეკლესია არის. გვერდით არის ქაშვეთი. მუზეუმის უკან. ქაშვეთი არის, გვერდით უკან არის, რო ჩადიხარ. რო ჩადიხარ საჯარო ბიბლიოთეკის იგი ქვია რა. ეროვნული ბიბლიოთეკის უკან არის პატარა ეკლესია ძველი. მან? მათ მოვიდა. კაი. ანუ აკისამება რამ გაგახსენა. ეხა ნახე. ვაკისამებაში მონათლე უმცროსი შვილი. უფროსი იქ სადაც მე მოვინათ. და გეგონა რომ შენც მოვინათლე იქ. ხო და ამერი. მაინც დღეში რო არ გასული. ვა, კარგი. შენ ვინ მოგნათლა მისიონერმა და მისიონერმა თუ იერუსალიმიდან ჩამოსულმა ჯვაროსნები. მე მოვიდეს მამა ჩემის მაგაცება. მართლა მოხვდება. არა ჯანე. ითხე ყველაფერი. ყველაფერს ნუ წაიღებს საიქიოში. ეს ნაპოვნ ხალხს ეგეთი ხალხი ნათლავდა. თაღლიდან დაკავშირებით. ექიმები ხო ეუბნებიან ხოლმე, რომ ჰოლოტროპულზე არ წახვიდე ეგ რაღაც თაღლითობა. ფსიქიატრები ხო ეუბნებიან და ჩვენ ძირითადად სხვათა შორის კურნავთ ფსიქიატრების მიერ დაავადებულ ადამიანებს. აი ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს ფსიქიატრების მიერ განადგურებული და ეგეთი ადამიანები ბევრი გადაგვირჩენია სხვათა შორის ჩვენ და მოკლედ ფსიქიატრებიც ეუბნებიან ხოლმე, რომ ნუ ეგ სისულელეა არ წახვიდე. შემდეგ ნუ მღვდლები ეუბნებიან, რომ ეგ სატანიზმი არ წახვიდე და ამ ბოლო დროს პატრულმა დაიწყო. პატრულმა არა, მაგრამ ერთმა მითხრა, რომ ჩემმა პირადმა ჯადოქარმა მითხრაო, რომ არ წახვიდეო და ასტროლოგმაც უთხრა, რომ ეს ისეთი თვე არისო, რომ არ წახვიდეო. აბა ვინ გიგზავნით? მაკლერები. არ გიწინათ, მაგრამ მეც მაგზია. დამუღამებული მაქვს ჯანელა თუ გადაბჟირდა უეჭვი ბაბაძეს ეღადავებიან. მე სხვათა შორის დავაკვირდი იმას, რომ ამას რო დასცინის. მე არის ბედნიერი. იმიტომ რომ ეხა გეტყვი, მაგას აქვს თავის თეორიული საფუძველი. აქ ვინმეს თუ ვეღადავებით, ან ჯანელა, ან მე. ხო, თავის თავზე რომ გადაბჟირდეს. აქტიური იყოს და გადაბჟირდეს. ბოთე გამოდგება. ხო, ინტუიცი დავრეკავთ და წაიყვანე. შეიძლება არ დაჭირდეს და ერთადერთი ჩანსი აქვს ჩემს. თან თარეკვა. და ელოდება თვეო. დარეკვადათო საგეზარი. მუთქავს. ეს დაგროვილი მთელი სიხარული. აჰა, ახსნა ადამიანმა თეორიულად. კი, ჩამოაყალიბა. მართლა ეგრეა, იმიტომ რომ არასოდეს არც იქო, არც კაკაბა არ გაგვიგდი. აი, რა ჩემი სახელი არ გავიგდი. ბოლო მომენტში გავიგდი. ოთარიო რო ეთქვა ეხლა ძალიან შევშალე. არის ეს მწვანეს არ შეგიანი. აი რო ვერ იხსენებდა გამოზრომა რომ არც აი ეს ადამიანი ოღონდ მეჭა მაგარი პაუზა. კი ძალიან შემეშინდა.
კიდაღა მუკავნა. ოღონდ ეხა გადაგვადა. ეს ჩაწერა გადაგვაქორები. ისე წამყვანებს ხო უნდა ეწერო. მაღაზიაში მე ჩემიდან გამომდინარე კი არ ვამ. სტორი ხარ, გაიროს სულები კი არ არის წიღო. ბატონმა ლევანმა მითხრა რომ ისევ შემახსენე ხოლმე სახელებია. რა კაი ადამიანს მიაგდა. აუცილებლად მე რო გამახსენდება. შემდეგზე გავიკეთოთ რა. თქვენ მაინც გაიგეთ. არა, ეგ იყოს ახალი სეზონის წინ. და რა შემდეგზე რა გვიქნება? ასე არც იყო და არც. აი თვალებს ვეჭუთავ. ირა კაბრი. არც ილაკი. დროს გადმოვიხარე ყურში შემახა. რაღაცა თამაშო. გადადი. მოიცა წუის ეს ყური. მორიელი კი. მაგრამ წერებიდან მორიელის გარდა რა გაქვს ნაჭამი? წერებიდან. რამე წერი არის ჯამია? არა. ხო ის საინტერესო. თუ გადამყლაპია ხა ბუზის შემთხვევით, გამერო გძინავს და ჩაკიფრდა ვი. ესე შეგნებულა შემფრენია კი. მე შემფრენია. ვიში მე ჩემფრენი მაგრამ ხა შემთხვევით გადაღლაპო არ ვიცი ხა. კინკლა შეიძლება. კინკლას ისა. უკან ვიჯექდა. საკმაოდ ჩააფრედი მანქანაში. ხანჯერ უკვე თავარს. აშკარად რაღაცა დიდი მწერი. ცხენზე ხო შეიძლება რომ უკან. შუიდან იწყებს უყავს უკან ძივა. ცხენზე ელექტრო მოტოციკლი ავტობუსია თვითმფრინავში. არ აქვს მიღება. უკან ვზივარ. და მიბერავ საერს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ რო არ გაგემახვილებია. იმ ხელამ წეთ გადავ. პირობთ დარიყავი ისტორიისთვის რა მნიშვნელობა. აი ზუსტად იგივე იქნება და გვერდზე ვზივა. ძივა. ძივა. უკანჩო. რატო გავზიეს? ვზივარ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. უკან ვზივარ. რაღაცა სესია გასწავლი ეს ისტორია და ვერ გადაწყო. დასავლი რა ლექსივით. და ბიჭო იმ ხელამ წერი გადავყავე. ეს რო გადაყვა. რა იყო მე რომელი? არა, გემდი არიცი. რაღაცაზე ვიცოდო. გადაყვა. გადავეყლაპა ხო? ხო ნახავდა გა. თან დიდი ბიჭო. აი რო იგზენი რო დიდი შასე ბეღურა ყავდა. მეტრედი. ჩიტი ხლაპია, ნიკინო. ჩიტი ხლაპია კაცი. რამწელი გიჭამია, ვაი ეგა. ეხლა შევეცდები ისე ვთქვა, რომ არ იყოს 1000 ჯერ თავიდან სათქმელი, დასაჭერი, დასაჯახი და გადასაგდები. მოკლედ 28, 29 და 30 სექტემბერს თქვენთვის ცნობილ დარბაზში ჩატარდება კაცები ლაივი. სექტემბრის სესია. ბატონო დავით, პროგრამაზე რას გვეტყვით? პროგრამა იქნება სრულად განახლებული. ნაწილობრივ. სრულად თუ ნაწილობრივ? სრულად განახლებული ნაწილობრივ. ანუ ნომრები შეიძლება იყოს იგივე, მაგრამ ნომრის შინას იქნება განახლებული. ირაკლი ვახტანგიშვილი ტელეკომპანია სიხარული. როგორი მიკროფონი? რომელ საათზე იწყება ლაივი? ლაივი დაიწყება როგორც ყოველთვის 9-ის ნახევარზე, ანუ 20 საათსა და 30 წუთზე. გაიხსნება დარბაზი 20 საათსა და 00 წუთზე. ამ დროსვე გაიხსნება ჩვენი მდელოზე მოწყობილი ნიკორა ხორცპროდუქტების ჭამასმა დიდად შესარგი. დიდი მადლობა ეს ნიკორა, თქვენი სპონსორია თუ რატო აკეთებს ამ ყველაფერს ტელეკომპანია ბედნიერება. შეხო სიხარული. ნიკორა ამ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ არის ჩვენი მეგობარი, სპონსორი და უბრალოდ კარგი კომპანია.
დიახ, ნიკო რა ხორცს პროდუქტები. დიდი მადლობა. უკაცრავად. ამ დროს უნდა შემოვარდე შენ. იტაბირ ეთერში ვარ. არა და ეს შემოყოს ეს ატუნტუროს. ის რაღაცა სამთავრობოდა. არა ის სატელევიზიო სააგენტო და სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში შეკითხვა მაქვს. გაგიმარჯო. ან ვერ გაიგო რა იქნება. შეიძლება. ახ როგორ მიყვარდა. ვაა, სიგარი. ამაში. ასაკობრივი შეზღუდვა თუ იქნება ტელეკომპანია ბასტიბუმი. ასაკობრივი. არსებობს ტელეკომპანია ბასტიბუმი. შეზღუდვები ისევ გვაქვს 17 შენ მიკროფონში რატო ძემ ასოს იმეზე მოგაწვდი. მოდი ვითომ ყველას გვაიგდეს. შეზღუდვები ისევ იქნება მე ჩემთვისაც ვიცი. შეზღუდვები გვაქვს 17+. ანუ 17 წელს ზევით ვინც წელს მოეწყო ყველა შეუძლია მოვიდეს და დაესწროს და გაერთოს. დიდი მადლობა. ხო ჩაიწერა ნახე. იდე რა გამახსენდა იცი? აბა. შენ მოყავი ავარიაში ხო? რომელი ერთი აა, ბევრი ორი. ერთი ჩაგვეძინა სამკაც მანქანაში. ავტობუსმა რო დაგამარტყა. ერთი ავტობუსმა რო დამარტყა. ხუთასმეტ მიდიოდა ავტობუსმა დაარტყა. ფეხით მიდიოდი და ფეხით მიდიოდი და არაფერი რა ის მივდივარ ჩემთვის ჭავჭავაძეზე კი არის უცხოენების ინსტიტუტთან გადავდივარ ქუჩაზე, აი ზებრა არის 5 მეტრში, მაგრამ ნუ თან როგორ მივდივარ იცი? ახალი დაშორებული ვარ შეყვარებულს რა. და ეს აი ესეთ მუსიკას უსმენ ჩვენ რომ მოგვიყევ. არა, პირიქით, მაგრამ აი რაღაცა მაგალითი მინდა დამწვარი თუ რაღაცა და ტოქსიკით და მივდივარ და ფული მაქვს ძალიან ბევრი თან. აი ძალიან დიდარი ვარ და მეტყობა თან და იასამისფერი რაღაცა ახალი ნაუშიკები მიკეთია და დიეთ დაგიმიზნა. აი ეს მოყევი მე დაგიმიზნა. ავტობუსით რო ყოფილი. ტიპი მინდა ძალიან ბევრი ფული აქვს ტრუსიკში და და არაფერი მივდივარ გადავყვეთე ეს ერთი მხარე და გამყოფ ზოლზე ვარ და რაღაცა მაგ დღის 3 საათია თუ მანქანა მოდის იქიდან ჩაივლის და გავაგზავნებ გზას. მართლაც ჩაიარა და გადავდგიეთი 2-3 ნაბიჯი და უცებ აი ამ დისტანციაზეა უკვე ავტობუსი პერიფერიულად ხედავ და აი რომ ეჯახება და თავი რომ მივარტყი და ბზარები რომ გაჩნდა შუშის და ძღოლის ხელები დავინახე აი მაგის მერე აღარ მახსოვს. მაგის მერე რა იყო იცი მაგარი? ხო მისრო მაგარი რა უნდა ყოფილიყო. მაგარი ძალიან მაგარი იყო. ეხა იწყება მაგარი. ეხა არის თავი. რომ მისრო რაღაცა 10 მეტრზე თუ რაღაცა გისო ვიდეო არის თან ამის. და მახსოვს რომ მოვდივარ. ეგ ვიდეოც გამიქცე. ამ ვიდეოს არ მაძლევი როგორ მინდა. მაგას უნდა დაადო ის მუსიკა რა. ის ლიმინო. ხო და ესა მოვდივარ აზე რა, რაღაცა გძნობ რომ რაღაცა ტყლაპოში წელა სისხლის რაღაც წელა და ხალხი მახვევია და ნუ გაშინია. ხო პრო გამალიკე. ხო რა. და ერთი უცებად ყო ის ჰაერი მიეც. გავიცი. და გძნობ რომ იმაზე მაწვენენ აფე საკაცეზე მაწვენენ სასწრაფო მოვიდა რაღაცა და აი რაღაც ნიშადოს მაკნოსინები რაღაცა მოვდივარ აზე და ვიტიშები და მე კიდე მაკნოსინები და აი ეს ვარ რა რაღაც და ერთ-ერთ ამ გამოფხიზლებაზე მეკითხება რა ქვია აი ერეკლე მეთქი რაღაცა ვიტიშები რა გვარი ერეკლეს კარგავთ მაგისტრის მომდა იქ ეგრე იტახია ერეკლეს კარგავთ აგიტარო ეკითხება ვერ იცახის ის კარგავს ვიღაც მის კარგავთ ტრუსიკია მილიტარულ დარუსეო მოყუთები კარგავთ დებილობა გაუხარდ მე ერეკლე რო უთხარი მე გავითიშე კიდე მე რაგვარი გეწაძრისა და მე ერთ-ერთ გაგვიძებოს მეკითხება რომ ანუ პირადობის მოწობის ნომერი რო გვიხსნა 01
მაგდროს ბოლორცის რო არ ასახე. თავიდან 0-1 ვითიშები და მანდ იყო პირველ თუ შევიგინე. შენი ძოლის ხმა ჩამესვა რას ეკითხები? ავითიშები. და არის ცნობიერის ციფრი, რაც არის დაბადების დღე, რაც გვაქვს, რაც არის ჩვენი ეგო, ანუ მე რა მინდა. და შემდეგ 33 წლის ასაკში გვერთვება მისია. რაც არის უკვე ჩვენი ქცევა. 33 წლის? კი, ანუ ეს არის ჩვენს მისია გაიხეშა. შენმა გამორთული. დამჭდარი. უკვე ის არ იცის რა იყო მისია. ერთი 3 წლის წინ იმუშავებდა. შეიძლება რომ ადამიანს გვიან ჩაერთოს ეგ. არა. არა. აი 33 წლის ასაკში რო თუ შევხორცდეს და არ ჩაერთოს. გვეცვლება ქცევა ადამიანებს და აი ეს სარფის მომენტი უნდა იგრძნოს ეს რაღაცა უნდა გაანათოს. კი, აუცილებლად. მაგრამ მე მახსოვს იმან რომ გაიხსენებთ. გარედანაც ჩანს ხო? ბუდკა. ის დიდძაბუაზე ჩაერთოთ. არა, სხვათა შორის თქვენ არ ჩაგერთოთ ისე ბრაკია. და არც ჩაგერთო. ანუ თქვენ ცნობიერიც და მისიაც სამი გაქვთ და ისე ვერ იგრძნობთ. და ნორმალურ ადამიანებს გვაქვს? ხოშოს კარგი ფილმია იმ ბიჭო ძალიან ისეთი არის რა ემოციური და мотиваციის თავიდან ვიტირე. გაგიახლდება ის ემოციები რომ ნახავ და აი ქვემოთ იქნება ლინკი და შეგიძლიათ ნახოთ. კარგი ფილმია. კომენტარებში რა იქნება? აქ იქნება, ეს ნიშნავს რომ კომენტარებში იქნება აპინული. აპინული. აპინელი ვიცოდი და აპინული არის. აპინელი და არის და აპინული არის. აპინული არის ჩამგალი. აპინული ანუ პინი? ხო, აპინული რაღაც საბუთს უნდა იყოს. კერძს უფრო გაქვს აპინული. ბატონო. კერძს უფრო გაქვს აპინული. აპინული. უკაცრავად ორი აპინული რომ მოგვიტანთ ერთი წომ გამოწილი. მაინტერესს გარეშე. წომ გამოწილი აპინული. ახალ ამბებზე გადავიდე? ეს აპინული დღევანდელია. დღევანდელი აპინულები არ აქვს. გუშინ აპინა. გუშინ აიპინა. გუშინ აიპინა და არ გირში. აიპინა არის გაფუჭდა. არა აიპინა. აპინა ის არის ხო? ალიონა აპინა. ვა, სადგაიხსენა. ალიონა მაპინა. ალიონა აპინა კი არა, ალიონა მაპინა. თავიდან იყო ეგრე. რას ველო და ეს ვახო რას ველო და მაგერი შენიც. მე რო ვიცოდე ხო ვიტყოდი უშენ. ალიონა აპინა მღერო და ბუღალტერ მოი ბუღალტერ. აუ რა მაგარ თემაზე მღერო. ეკონომიკაზე. და ის არა კი. მე ალიონა რო ყავდი ჯაბარას მაგერად ალიონას აპინული იქნებოდა. ალიონა აპინა. ვახ რამ გაგახსენე.